3 სექტემბერს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ადრეული დაავადებების გამოვლენის მიზნით ზესტაფონში კლინიკა ჯეოჰოსპიტალსის მიმდებარედ სკრინინგი ჩატარდება. მსურველებს საშუალება ექნებათ გაიგონ თავიანთი ჯანმრთელობის სტატუსის შესახებ. მოქალაქეებს, რომლებიც პროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ, კვლევების ჩატარება არაერთი მიმართულებით შეეძლებათ. დაავადებათა ადრეული გამოვლენა სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. და ამ პროგრამის ფარგლებში ზრუნავს ჩვენ სახელმწიფო იმისთვის, რომ ხელმისაწვდომობა გაიზარდოს ადრეული დაავადებების გამოკვლევის კუთხით. კიბოს სკრინინგის პროგრამა უკვე კარგი ხანია მუშაობს, მით უმეტეს ჩვენს მუნიციპალიტეტში საკმაოდ ინტენსიურად ხდება გამოკვლევა ჩვენი მოსახლეობის და იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც უკვე ხელმისაწვდომობა ნაკლებია მამოგრაფიაზე, ხშირ შემთხვევაში ეხმარება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები და მამოგრაფები ჩამოდის ადგილზე. სხვა შემთხვევაში პროგრამას გარკვეული კომპონენტების ფარგლებში ახორციელებს ჯეოჰოსპიტალსის ამბულატორიული ცენტრი, საშუალო სტელის სკრინინგის ფარგლებში ისინი ჩართულები იქნებიან ხვალ აი ამ პროგრამით და თავის დაზღვევლებს ასევე გაუკეთებენ სისხლის შაქრის გამოკვლევას და ჰიპერტენზიის კვლევას. დაორგანიზდა 3 სექტემბერს ღონისძიება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და ჩვენ ველოდებით თბილისის ბრიგადას, იმიტომ რომ მიზნობრივ პოპულაციაში, კერძოდ ზესტაფონის პოპულაციაში მოხდეს გამოკვლევა, ადრეული გამოკვლევა ამ კიბოსთან მიმართებით და კვლევა ჩატარდება ძუძუს კიბოზით, ასევე საშუალო სტელის სკრინინგი. ასევე იქნება C ჰეპატიტის, B ჰეპატიტის და HIV-ის კვლევა იგივე შიცის. B ჰეპატიტის კვლევა ეს ახალი კომპონენტია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის და აქ უკვე შეზღუდვა არ არის, თუ მსურველები იქნებიან. ჩართულია მერია მთლიანად დაავადებათა კონტროლით მიმართა თხოვნით და რა თქმა უნდა ისინი ჩართებიან იმაში, რომ ტრანსპორტირება შეძლონ ადამიანების და მიეხმარონ, რომელთაც ამ შემთხვევაში სოფლიდან გაუჭირდება ჩამოსვლა და მერია უზრუნველყოფს გარკვეული საკითხებში მათ დახმარებას. ჩვენ ველოდებით ჩვენს მოქალაქეებს და მოუწოდოთ თავის ჯანმრთელობისთვის აქტიურები იყვნენ ხვალინდელ აქციაში. 3 სექტემბერს ზესტაფონში ჩამოდის ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის მობილური ჯგუფები, სადაც ამ კომპონენტთან ერთად მოხდება სხვა ესე იგი სახელმწიფო სერვისით გათვალისწინებული კომპონენტების ხორციელებაც, როგორიც არის B ჰეპატიტის, C ჰეპატიტის სკრინინგი, HIV-ის სკრინინგი და ამასთან ერთად მოხდება სხვა ლაბორატორიული კვლევაც, როგორც არის სისხლში გლუკოზის შემცველობის გაზრდვა და ქოლესტერინის გაზრდვა. ასევე მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გაიზრდონ შეივაწყონ არტერიული წნევა. წლის განმავლობაში ამ სკრინინგით კიბოს სკრინინგის ფარგლებში იქნა დატესტილი 1126 პირი და C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდა 1296 პირს. და ეხლა რაც ხვალინდელ აქციაზეა დაგეგმილი არის ძირითადად ძუძუს კიბოს გამოკვლევა და მიზნობრივ კონტინგენტს, რომელიც არის 40 და 70 წლოვანი ასაკის ქალბატონები, ვთხოვთ რომ მობრძანდნენ და ჩაიტარონ ადრეული გამოვლენა ამ ვერაგი დაავადების.